ხო, ახლა კიდევ ერთი რაღაც მინდა ჩავწერო, სხვათა შორის ცოტა ისეთი რთული თემაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი თემა არის და ამაზე სასაუბროც არის ძალიან ბევრი, უბრალოდ მე მოკლედ შევეხები საქართველოში არსებულ მდგომარეობებს, დღევანდელ მდგომარეობებს, ქალსა და მამაკაცს შორის დამოკიდებულებებს. ჩვენ ვიცით, აი Facebook-ს გავხსნით, თუ რაიმე სოციალურ ქსელს გავხსნით, თუ ტელევიზორში მოусმენთ და ასე შემდეგ, სულ ხდება ესეთი მდგომარეობა, რომ მამაკაცმა თავისი მეუღლე დაჩეხა. საყვარელმა თავისი შეყვარებული მოკლა. ან კიდევ ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა. ან კიდევ არის ბიძა შვილი, ძმისშვილი გააუპატიურა და ნუ ასე შემდეგ უამრავი ახლა ამის ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც სტატისტიკურად საქართველოში უფრო მეტად ალბათ საქართველოში, ნუ ახლა ევროპაში ალბათ შეიძლება ხდება, მაგრამ იშვიათია ესეთი, მაგრამ საქართველოში სადღაც მამაკაცები 70% უნდა ითქვას, რომ არის სუსტი სქესის მიმართ, საკუთარი მეუღლის მიმართ, ან საკუთარი გოგოშვილის მიმართ, ნუ პატარობაში არა მარტო გოგოს მიმართ, არამედ ვაჟიშვილის მიმართ, მისი დის მიმართ და ასე შემდეგ. სუსტი სქესის მიმართ, ნუ მამაკაცთან შედარებით სუსტი სქესს გულისხმობ, აი რაღაც ძალაუფლებრივი ურთიერთობა აქვთ. აი მამაკაცი არის სახლში ბატონი, აი რაღაც ესეთი დამოკიდებულება აქვს მამაკაცს, რომელსაც უნდა ემსახუროს ცოლმა, შვილებმა, დედამ, დამ და ასე შემდეგ. და აი მამაკაცმა უნდა გაიზორთოს ასე ლოგინში, რაღაც გაიძვრან, ყავა მივართვად, გასაგებია. ეს ყველაფერი გასაგებია, როცა ამას ნორმაში ვამყოფებ ჩვენ. მაგრამ როდესაც შენ ამაზე ძალადობ, ცოლზე ძალადობ, შვილზე ძალადობ, დედაზე ძალადობ, დაზე ძალადობ და ასე შემდეგ. შენ ბატონი კი არა ხარ. შენ ხარ ყველაზე უსუსური არსება, რომელსაც არ შეგიძლია გაუძღვე შენს ოჯახს, გაუძღვე იმ ადამიანებს, ვინც შენზე არის მობარებული ღვთის მიერ თუ სამყაროს მიერ თუ ასე შემდეგ. ეხლა მორწმუნე ღვთის მიერ დაარქმევს ამას, არამორწმუნე დაარქმევს მაგალითად ბუნების მიერ შექმნას და მიცემოს მას. ამიტომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შენ ჩაგებარა პასუხისმგებლობა აიღე შენ შვილზე, პასუხისმგებლობა აიღე შენს ცოლზე, პასუხისმგებლობა აიღე მოხუცებულ დედაზე, თუ უფროსი ხარ დედმამის შვილებში, პასუხისმგებლობა აიღე შენს დაზე. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა იმას კი არ ნიშნავს, ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ უნდა იძალადოთ მათზე. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა ემსახუროთ მათ. თქვენ უნდა ემსახუროთ მათ. თქვენ უნდა შეძლოთ მათთვის მსახურება, მათი ბედნიერებისათვის მსახურება. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. ამას კიდევ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ არასწორი ეკლესიოლოგიური გაგება უწყობს ხელს, ხო? ქრისტიანები მაგალითად ამბობენ, რომ მამაკაცი სახლში არის მეფე და ცოლი არის დედოფალი. ხო? მაგრამ მამაკაცი არის მეფე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხმლით შემოვარდე სახლში და დახოცო. ან რაღაც იმით რა ქვია, ვაზა ესროლო და ასე შემდეგ, რადგან მეფე ხარ. შენ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. შენ უნდა დაიცვა
შენზე მობარებული ის ადამიანები ხორციელადაც და სულიერადაც. მაგრამ ეს დაცვა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აისხათ ფარ, ხმალი, ჩაჩქანი და რაღაც მუზარადი და იარაღები და ამით იდგე და ან კარეთ არ გაუშვა და ან რაღაც თავში ურტყა და ამით უმტკიცებდე, რომ მე რომ მიყვარხარ, იმიტომ ვაკეთებ ამას. მე რომ მიყვარხარ, თუ გიყვარს, კეთილი ინებე და მისი სისუსტეებს ებრძოლე. მისი სისუსტეები შენ სისუსტეებად აიღე. და მის სისუსტეებში მას მგანი კითხავ, თუ გიყვარს. გინდა დედა, გინდა ცოლი, გინდა შვილი და ასე შემდეგ. აი ეს არის სიყვარული. ამაში გამოიხატება შენი სიყვარული. და არა იმაში, რომ დადგე და თავში ურტყა და აი ბოდიში და დედა აგინო და ავიცი და შემდეგ აგერ გახვიდე ტაძარში მაგალითად სტიქაროსნები ვიცი მე გადის ტაძარში და მამაოსთან აღსარებას ამბობს და მე ქრისტიანი გონიათ თავი. აი ზიარებას ღებულობს, საფრთხოს ისხდახორცს ღებულობს, რასეუბნება მამაოს კაცმა არის, ან ეს მამაო კიდევ რასეუბნება კაცმა არის და შო გამოდის ქრისტიანი გონიათ თავი, მოდის სახში ისევ ბრუნდება სახში და ისევ იგივე მდგომარეობა მედის ქალმა თუ მეუღლე მან დედა მან და თუ ამინა თუ ყაბა არ მოუდუღა თუ მაგალითად სამარხო საჭმელი არ დაახვეთ რა დამთავრებულია ემბენის ამბავი მოსპობს და გაანადგურებს მე ისევ წავალ ტაძარში და ისევ აღსარებას იტყვის აი ეგ არის ჩვეულებრივი არანორმალურობა ფსიქიკური დაავადებაა ეს რომელსაც უნდა მკურნალობა ერთი რამ არის კიდევ ჩემს ვიფასები. არა მარტო თუ არის კიდევ ეგეთი მდგომარეობა, რომ თუ კაცი არის დამთმობი, მიმყოლი, მეგობრული, აქ უკვე ქალი ძალადობს. ამასაც მე არ დავმალავრო. ქალი ძალადობს. ქალს უნდა ძალაუფლება მოიპოვოს მამაკაცს. რომ მამაკაცმა არ გავიდეს მეგობრებთან მამაკაცმა არ ითამაშოს რაღაც მაგალითად ქუჩაში ან ნარდი ან რაღაც არ გაერთოს მამაკაცმა თავის მეგობრებთან ხო ან მამაკაცმა რაღაც თავისი ჰობი აი მაგალითად თევზაობა ან ხატვა ან წიგნის კითხვა ან რაღაც მუსიკის მოსმენა ხო ეს ამის უფლება არ აქვს მამაკაცს იმიტომ რომ ქალია დომინანტი სახში ესეც ფსიქიკური გადახრავა ქალსა და მამაკაცს შორის ყველაზე ჰარმონიული ურთიერთობა არის მაშინ, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთი ინტერესებით ასულდგმულებენ ერთმანეთს. თუ ეს ერთი ინტერესები არ არის, ასეთ შეიძლება. თუ არ არის ეს ინტერესები, შეიძლება რომ აი ქმარს თავისუფალი დრო დაუტოვოთ და ცოლს თავისუფალი დრო დაუტოვოთ. ასეთ შეიძლება. არ არის აქ არანაირი პრობლემა. უბრალოდ აქ უნდა მოხდეს აი ამ ურთიერთობების დარეგულირება ერთმანეთთან. აი ამ ურთიერთობების მოგვარება ერთმანეთთან. და შემდეგ ხშირად დაკვირვებული ვარ კიდევ აი ქალებს განსაკუთრებით. როცა შორდებიან ქმრებს შემდეგ იწყებენ მეტაფიზიკურ აზროვნებას, ანალიზური აზროვნება ერთვებად, დაიწყებენ რაღაც ისეთი წიგნებით, აი ფოლკნერი, სარტრი, კამიუს კითხვას, ჰერმან ჰესეს, ზოგი მე პოეტი ხდება და რაღაც ლექსების წერას იწყებს, ზოგი რაღაც ფსიქოლოგი ხდება, ზოგი რაღაც ხატვარი ხდება. ეს ყველაფერი არის აი ეს ნიჭების გამოვლინება ეს ნიჭები მაშინაც ქონდა შენს მეუღლესთან როცა ცხოვრობდი ჩემოც ვიფას უნდა გითხრათ რა ეს ნიჭები მაშინ იმიტომ გამოვლინდა როდესაც თქვენ წამოდით თქვენი მეუღლედან ეს იმეორე დღიდან არ იწყება წლები ცხოვრობთ მარტო და წლების მერე ან ბავშვს რო ზრდით და ასე შემდეგ წლების შემდეგ იწყება აი ამ ნიჭების გამოვლინება ეს ნიშნავს რას იცით ჩემოც ვიფასები უგეწყინებათ მაგრამ თქვენი ლიბიდური
სექსუალური მოთხოვნილების ტრანსგენერაცია ხდება. ტრანსფორმაცია, ტრანსგენერაცია ხდება აი იმ მხატვრობაში, პროზის წერაში, ლექსის წერაში. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ პოეტი ხართ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ პროზაიკოსი ხართ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ფსიქოლოგიური აზროვნება გქონდათ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ფილოსოფოსი იყავით. ეს ნიშნავს სინამდვილეში იმას, რომ თქვენ გააქვთ ისევ თქვენი სექსუალური მოთხოვნილება და როდესაც ამ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ობიექტი არ არის თქვენთვის შესაბამისი. თქვენ უკვე იწყებთ აი ამ მოთხოვნილების საკუთარ თავში ჩაბრუნებას, აი ფროიდი ამბობს განდევნა და აი განდევნილი არაცნობიერში განდევნილი უკვე ისევ სუბლიმირებას განიცდის, ანუ გამოვლინებას განიცდის სხვადასხვა შემოქმედობითობაში და ფროიდი ამას უწოდებს მაგალითად აღორძინების ხანის შემოქმედებას, ამიტომაც უწოდებდა ის აი ამ ლიბიდოს შემოქმედობითობას, ლიბიდოს ტრანსფორმაციულ შემოქმედობითობას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ აღორძინების ხანამდე, შუა საუკუნეების ხანი არსებობდა, სადაც სექსუალური რაღაცაები იკრძალებოდა და რა თქმა უნდა, რუშობა და ასე შემდეგ, ნუ ეხლა იკრძალებოდა ქრისტიანობის მიერ და რელიგიური ქრისტიანობის მიერ. ამიტომ ეს არის ეს მდგომარეობა. მინდა გითხრათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ. თუ ხდება ასეთი მდგომარეობა, რომ მამაკაცი არ არის თქვენი თანამსახური, თქვენთან ერთად არ ზრდის შვილს, თქვენ ვერ გემსახურებათ, არ შეუძლია თქვენთან ერთად კომუნიკაცია, მოდის სახლში სამსახურიდან და არ შეუძლია თქვენ რაღაც მოგეფეროთ, თავის მეუღლეს ჩაეხუტოს, მოეფეროს, თავის შვილს ჩაეხუტოს, მოეფეროს. თუ ეს არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მე დაღლილი ვარ, დილიდან წასული ვარ და გათიშული მოვედი სახლში, ეს არ არის სამოსავალი. შენი მეუღლესთვის, შენი შვილისთვის 1 საათი ყოველთვის გააქვს დაძინებამდე, რომ მათ მოეფერო, მათ ჩაეხუტო. შემდეგ დაიძინე. თუ ეს არ ხდება, ესეთი ოჯახი განწირულია. ასეთი ოჯახი აუცილებლად განწირულია. მე მინახავს კიდევ ოჯახები, სადაც მამაკაცი ძალადობს ფიზიკურად ქალზე და ქალს ეს სიამოვნებას გვრის. ეს კიდევ არის სადომაზოხისტური ოჯახური ურთიერთობა, იცით? მე იმასაც გავხსნი და გეტყვით, რომ რატო სიამოვნებს ქალს, როდესაც მას სცემენ და უყვარს ეს მამაკაცი, გიждდება მამაკაცი, ეს ტყუილია, ეს ილუზია. მაგრამ შეიძლება სექსიც არ კონდეს დიდი ხანი მამაკაცთან და ის მამაკაცი მას სცემდეს. სცემდეს, არის უბრალოდ სცემდეს იმისთვის, რომ საჭმელი არ დახვდა გაკეთებული, მოიტანა კაცმა ხორცი, რაღაცა ხახვი, რაღაცაები მოიტანა სახლში და მოვიდა სახლში და საჭმელი არ არის გაკეთებული, ამისთვის შეიძლება სცემოს. სცემო შეიძლება იმისთვის, რომ აი რომ დაწვა კაცი და ტელევიზორი ჩართო და ჩაეძინა. და არ გადააფარა ქალმა ათიალა, ამისთვის შეიძლება სცემოს. ან შეიძლება კიდევ რაღაც აბსურდული მიზეზის გამო ქალმა გაიღება თვალი, რაღაც თავის მეუღლეს უნდა დახვდეს სახლში ლამაზად, სექსუალურად გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ, ამის გულიზა შეიძლება სცემოს. სცემო შეიძლება, იმიტომ რომ შენ ესე ვიღაცას ეპრანჭები, ეს არის რაღაც საშინელება ასეთ ოჯახში ყოფნა. და ასეთ ცოლებს მე ვიცი რომ უყვართ. გიждები, არ შემიძლია ვერ მივატოვებ მეუბნება. არ შემიძლია ბავშვების გამო ეგ საშინელება კიდე. იცით რატო სიამოვნებს ეს დარტყმები? იმიტომ რომ ორგაზმული აღხსნებადობა მოდის. აი ამ დარტყმებში.
იმიტომ რომ იმ ქალს სადღაც მის ბავშვობაში ან მამისგან, ან ძმისგან, ან ბიძისგან ვიღაცისგან ძალადობა აქვს ნაწვნევი საკუთარ თავზე. და იმიტომ ხდება ასე. ამიტომ ძალიან გთხოვთ. თუ გიყვართ თქვენი მეუღლეები, ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის იყავით მათთან თავისუფალი, ყოველთვის იყავით მათთან გულწრფელი და რამოდენ დღეში, რამოდენიმე საათი გამონახეთ თქვენს მეუღლესთან ჩასახუტებლად, მოსაფერებლად თქვენს შვილებთან. ასევე ქალებსაც მინდა მოგმართოთ, რომ თქვენს როცა ხედავთ, რომ თქვენი მეუღლე ფიქრობს, შრომობს, ცდილობს თქვენს გახარებას, ცდილობს თქვენს ბედნიერებას, ცდილობს თქვენი შვილების ერთად, ანუ თქვენი შვილების ამას გულისხმობ, არა მარტო ქალის, ანუ ერთად თქვენი შვილების დაკმაყოფილებას შეძლებს დაგვარად. და თუ იმ კაცს რაღაც ხან შეიძლება მეგობრებში უნდა გასვლა, ხან შეიძლება სეირნობა უნდა თავისთვის, ხან შეიძლება რაღაც თევზაობა უნდა, ნადირობა უნდა, ან რაღაც წიგნის კითხვა უნდა, ნუ გამოკეტავთ სახლში. ნუ ეტყვით იმას, რომ არ გიყვარვართ, ვარა, არ წახვიდოდი. მე არ გიყვარვართ, ვარა, არ დამტოვებდი სახლში. და ნუ და ამ ცხელგულზე, გაბრაზებულზე ნუ დააყვედრებთ სახლში მათ, ჯამჭურჭელს დაურეცხავს თუ რაღაც მოუწესრიგებლობას, თუ ეს ქმარი ამაზე ხიზიანდება. ამიტომ ერთმანეთს გაუგეთ, ერთმანეთთან იცხოვრეთ. თუ ერთად ყოფნა გინდათ, თუ არ გინდათ ერთად ყოფნა, კაცო, გაშორდით ერთმანეთს. წადით, ორივეს თავისუფალი გზა მიეცით. კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ გაშორებული ქალი საქართველოში არის აი ეს ტენდენცია ხშირად გამოვლენილი. სხვა კაცთან ვერ იწყებს ურთიერთობას. სამი რამის გამო. პირველი არის შიში იმისა, რომ ყოფილმა მეუღლემ არ გაუგოს და არ მოკლას და ბევრი ინციდენტი მოხდა რა მსგავსი. მეორე, შიში იმისა, რომ მშობლებმა არ გაუგოს, ძმამ არ გაუგოს და ასე შემდეგ და არ უთხრას შენ რა აი ასე რომ შენ რა რომ ქმარს რო გაშორდი, გაბოზდი? რომ აი ეს სახელი არ აიღოს და მესამე, რომ იმ კაცთან, რომელთანაც შეიძლება უნდოდეს მას სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, იმ კაცმა არ წავიდეს და არ თქვას, რომ მაი ბიჭო მაგის ცოლი ბოზია, ჩემთან იწვა. რაც ჩვევიათ ეს კავკასიელ კაცებს, ეს საქართველოში განსაკუთრებით, რომ ამით თავი მოაქვთ, რომ აი თუმე იმ ქალთან იწვა ვიღაცის ცოლთან აგერა, იწექი ბიჭო მაგასთან და ამით აი ბლატაობენ მე მეგობრებთან, აი რაღაცა იმასთან, იწვა თორმე აქ. აი ამის გამო ნადგურდება ქალი. და მიეცეთ თავისუფ თუ გაშორდით თქვენს მეუღლეს და გააწერეთ ხელი და ოფიციალურად გაშორდით. თავისუფალია ეს თქვენგან. მიეცეთ საშუალება რომ იცხოვოს. ნუ სცემთ, ნუ კლავთ. არა გაქვთ მოკლის უფლება. არა გაქვთ. რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ არა გაქვთ მოკლის უფლება. ღმერთი აძლევს მას სიცოცხლეს და ღმერთი არტმევს ადამიანს სიცოცხლეს და არა თქვენ. ასევე ქალებმაც თუ მეუღლეს გაშორდით, ნუ ჩიჩხინებთ, ნუ წოვთ სისხლს თქვენს ყოფილ ქმრებს, რომ აბა სახლი მიყიდე, აბა მანქანა მე აი ბავშვით ნუ მანიპულირებთ, რომ ბავშვს მიაგზავნით და აბა ისა რა ქვია, მამა შენს მოთხოვე, მამა შენს უთხარი, მამა შენი სხვა ქალთან არის და მამა შენია ნუაძულებთ. მამას ნუაძულებთ შვილს. აი ამის თქმა მინდოდა რა. კარგად ზანდებოდეთ.